გადავდივართ მეხუთე კაუზალურ, ანუ მიზეზობრივ სხეულზე. ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირების, კარმული გამოცდილებებისა და შინაგანი შაბლონების დონე. ვიწყებთ წმენდის აფირმაციებით. მე ვცნობ და ვათავისუფლებ ყველა პირველ მიზეზს, რომელმაც ტკივილი, შეზღუდვა და დისჰარმონია შექმნა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი სულის გზაზე დაგროვილი ყველა მძიმე ენერგია ახლა სინათლედ გარდაიქმნება. ვშლი შიშზე, დანაშაულზე, სირცხვილსა და განცალკევებულებაზე დაფუძნებულ ყველა პროგრამას. ყველა მოვლენის ფესვი, რომელიც აღარ ემსახურება ჩემს უმაღლეს სიკეთეს, იწმინდება ღვთიური სინათლით. მე ვათავისუფლებ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ყველა დისჰარმონიულ კავშირს. ჩემი არჩევნების უკან არსებული ყველა არაცნობიერი მოტივი ახლა ცნობიერის ნათელში გადადის. ვხსნი განმეორებად ციკლებს, რომლებიც ტკივილს, დანაკარგს და დაბკორლებებს ქმნიდნენ. მე ვპატიობ საკუთარ თავს და ყველა არსებას, ვინც მონაწილეობდა ჩემი გამოცდილებების შექმნაში. ყოველი მიზეზი, რომელიც სიღარიბეს, დეფიციტს ან შიშს ქმნიდა, კარგავს ძალას ჩემზე. მე შევდივარ ჩემი სულის მიზეზთა ველში. ვაცნობიერებ, რომ ყოველი მოვლენა, ყოველი ურთიერთობა, ყოველი არჩევანი და ყოველი შედეგი ატარებს მიზეზს, რომელიც ოდესღაც შეიქმნა ცნობიერად თუ არაცნობიერად. ახლა მე მივმართავ არა შედეგებს, არამედ მათ პირველ წყაროს. ვხსნი და ვანათებ ყველა იმ მიზეზს, რომელიც დაფუძნებულია განცალკევების ილუზიაზე. ვათავისუფლებ ყველა ფარულ რწმენას, რომ სიყვარულის, სიუხვის, ჯანმრთელობის, სიმშვიდისა და ბედნიერების ღირსი არ ვარ. ვშლი ყველა შინაგან შეთანხმებას ტკივილთან, მსხვერპლობასთან, დანაკარგთან, თვით დასჯასა და თვით უარყოფასთან. ვაუქმებ ყველა ცნობიერ და არაცნობიერ ფიცს, პირობას, აღქმას, აკრძალვასა და შეზღუდვას, რომლებიც ოდესმე შემიქმნია შიშის, ტკივილის, სევდის ან ილუზიის მდგომარეობიდან. ვათავისუფლებ ყველა ენერგეტიკულ კავშირს, რომელიც მაკავებს ძველ ციკლებში. ვწმენდ ყველა მიზეზს, რომელიც ქმნის განმეორებად დაბკოლებებს, კონფლიქტებს, დანაკარგებსა და ტანჯვას. ვშლი დეფიციტის ცნობიერებას, ვშლი განცდას, რომ უნდა ვიბრძოლო სიყვარულისთვის. ვშლი განცდას, რომ უნდა ვიტანჯო სიბრძნის მისაღებად. ვშლი განცდას, რომ უნდა დავკარგო, რათა მივიღო. ვშლი ყველა პროგრამას, რომელიც ტკივილს განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევს. მე ვუბრუნდები ჩემი სულის თავდაპირველ სიწმინდეს. ჩემი ცხოვრების ყველა მოვლენა ახლა სიყვარულის, სიბრძნისა და თავისუფლების ენერგიას ემორჩილება. მე ვიბრუნებ ჩემს ძალას ყველა იმ ადგილიდან, დროსა და გამოცდილებიდან, სადაც ის დავტოვე. ჩემი კაუზალური სხეული სუფთავდება ყველა მძიმე, კარმული ჩანაწერებისგან და ივსება შემოქმედებითი სინათლით. ვიღებ მხოლოდ იმ გამოცდილებებს, რომელიც ხელს უწყობს ჩემი სულის ზრდას და გახსნას. ჩემი ცხოვრება აღარ იმართება წარსული მიზეზებით.
მე ვქმნი ახალ რეალობას ცნობიერი არჩევანით. ყოველი უჯრედი, ყოველი ენერგეტიკული დონე და ყოველი სულიერი შრე თანხმობაში მოდის ჩემს უმაღლეს არსთან. მე ვუბრუნდები იმ წერტილს, სადაც არსებობდა მხოლოდ სინათლე, მთლიანობა და ერთობა. იქ, იმ პირველ წყაროში, ვაღიარებ, რომ არასოდეს ყოფილვარ მოწყვეტილი სიყვარულს, არასოდეს ყოფილვარ მოწყვეტილი სიუხვეს, არასოდეს ყოფილვარ მოწყვეტილი ღვთიურ სიბრძნეს. ყველა ილუზორული მიზეზი იხსნება, ყველა მძიმე ჩანაწერი იწმინდება, ყველა დისჰარმონიული პროგრამა კარგავს ძალას. ჩემი კაუზალური სხეული ივსება პირვანდელი სინათლით. ჩემი არჩევანი წმინდა, ჩემი განზრახვა წმინდა, ჩემი მოქმედება წმინდა, ჩემი შედეგები წმინდა. მე ვქმნი მხოლოდ იმას, რაც სიყვარულთან, ჭეშმარიტებასთან და უმაღლეს სიკეთესთან თანხვედრაშია. მე ვარ მიზეზი სიყვარულის, მე ვარ მიზეზი სინათლის, მე ვარ მიზეზი ჰარმონიის. მე ვარ თავისუფალი, მე ვარ მთლიანი, მე ვარ და ეს ასეა. ღრმა გამყარება. მე შევდივარ ჩემი არსებობის მიზეზთა სივრცეში. ვხედავ ყველა პროგრამას, ფიცს, შეზღუდვას, შიშს, მიჯაჭვულობასა და დისჰარმონიულ მიზეზს, რომელმაც შექმნა არასასრული მოვლენები ჩემს ცხოვრებაში. სიყვარულით, ცნობიერებითა და სინათლით ვათავისუფლებ მათ. ვწმენთ ყველა კვალს, ყველა ჩანაწერს და ყველა ენერგეტიკულ ბეჭედს, რომელიც აღარ შეესაბამება ჩემს უმაღლეს გზას. მე ვირჩევ თავისუფლებას, მე ვირჩევ სიყვარულს, მე ვირჩევ სინათლეს. ამიერიდან ჩემი მიზეზები სუფთაა, ჩემი მოქმედებები ცნობიერია და ჩემი შედეგები ჰარმონიულია.